თვითონ იდეა გაჩნდა იქიდან, რომ დაიწყეს დაახლოებით 12 წლის წინ რამოდენიმე სახეობის სუნელის ჩამოყალიბება. შესაბამისად მოთხოვნა უკვე ბაზარზე გაჩნდა და როცა დაიწყეს პატარა წარმოებიდან ნელ-ნელა ეტაპობრივად წლების განმავლობაში გაიზარდა წარმოება, გაჩნდა მოთხოვნა ნატურალური პროდუქციაზე, როგორიც არის კრაფტული და ნამდვილად ჩვენ შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობის გამოცხადება. მსგავსი გამესახებავი მინარევი, რაღაცის შერევა იმისნით, რომ აბევდეს პროდუქტი როგორც ხდება ხოლმე, მსგავსი არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ პროდუქციას ჩვენ შვილებს ვაჭრებთ და ჩვენ თვითონ მოვხდართ. შესაბამისად, სამწვანელის მოთხოვნა არის, რომ რასაც თქვენ არ შეჭამთ, პროდუქცია მსგავსი არ მიიღოთ წარმოებაში და არ გავხდათ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ახალი პროდუქცია მოხდის, ვიღებთ ნედლეულს, რომელიცაც ამოწმებთ, ვიკეთებთ ანალიზებს, ტესტირებას და გადის ყოველ თვეში გარკვეული პროდუქცია, მიგვაქვს ანალიზებზე, რომ იყოს დარწმუნებულები ვიყოთ, არ იყოს ყია, რაც პრობლემა არის, გადმივიდნი, სოკო და ასე შემდეგ. ყოველწლიურად პერიოდულობით ყველა პროდუქცია ხდება. ამასთან გვაქვს ექსპორტი, სადაც გადის თვითონ ქართული დასახელები და დიდი მოთხოვნა არის ემლებზე, კომპოტებზე, ადგილობრივ ბაზარზე ესე არ გვაქვს ძირითადად სუნელებია, მაგრამ ექსპორტი ითხოვს ემლებს, წმინდას, ანუ ქართული რაც არის და აჯიკებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებელს მივაწოდოთ გასაგები პროდუქცია და განსხვავებული იყვნენ, რომ ნამდვილად რასაც მოვიხმართ, არის სუფთა და შემოწმებული. ეს გავტესტეთ და დარწმუნებულები ვართ, თქვენი ერთგული მომხმარებლები ვართ. რამდენი სახეობის სუნელი გაქვთ? დაახლოებით გვაქვს 85 დასახელების სუნელი. მათ შორის არის კონსერვაცია, ესე ვთქვათ, წვნილები, კომპოტები და ასე შემდეგ. და მოთხოვნის შესაბამისად, აი უფრო ნახეთ არის მონოსუნელები, ორ კატეგორიად დავუყოთ, არის მონოსუნელები, რომელიც არის ფილტვი, დარიჩინი, ციცაბა და არის ესე მორევა სუნელს ეძახით, სადაც არის ნაზავი სხვადასხვა სუნელების და უბრალოდ აი მობილოს რო ამავიღოთ და წადის საკმაზიც გაქვთ ხო თქვენ? ხორცის და მსგავსი პროდუქცია არის მისაღები მომხმარებლისთვისაც მარტივია, ხემოები და არომატები შესანიშნავი აქვს და შესაბამისად მოთხოვნა აი თვითონ მომხმარებელი წერს ხოლმე რომ ფიქლის საკმაზი რატო არა, საცივის საკმაზი რატო არა და ყოველთვის ვითვალისწინებთ რომ რაც უნდა მომხმარებელს შევქმნათ. შემდეგ უკვე ჩვენ თვითონაც ვტესტავთ, აბა როგორ არის, მე გავიგოთ და ამის მიხედვით მომხმარებლის გაგიგებთ რა გუჭირდება. თქვენი დარიჩინი და უცხო სუნელი შეუდარებელია, შეუცვლელია. იმისთვის რომ მოგზავნით, იმისთვის რომ აფასებთ ყველაფერს ქართულს და ჩვენ ვზარდვართ რომ ქართულმა იგორძინოს აუცილებლად.